მაგალითად მიმაჩნია, რომ იმერელი ბიჭი იყო სერგო ორჯონიკიძე. მე ამაზე შემიძლია რა ვიცი 7-8 არგუმენტი და კიდე ერთი ისეთ გამაოგნებული არგუმენტს გეტყვით. ყვავივით სიცოცხლის უნარიან ბოროტებას სერგო ორჯონიკიძეს გაუმართლა ყორანაშვილის სახით, რადგან სადაც ეს მკვლევარია, იქ ლოგიკა არასოდეს არ არის. იმერლიშვილი მე ეს მიმაჩნია არასერიოზულად. სამაგიეროდ ბატონ ყორანაშვილს სერიოზულად მიაჩნია ის, რომ აზერბაიჯანიდან შეიძლებოდა ორჯონიკიძეს ბერდანკიანი თოფით მოეკლა ილია, ციკში უწერია. ეთიკა არსებობს, ხო, ჩვენი მეცნიერული ეთიკა და ეს მე ვიყავი პირველი, რომელმაც მე წავედი იქითკენ და ხელი დავადე, რომ სტალინი და ლენინთან ერთად ისინი მიდის იქითკენ. ამას იგნორირებდა, თვითონ ეს მაგის მიგნება. პირველი, ვინც ხელი გაიშვირა სტალინისკენ იყო იოსებ ირემაშვილი 1931 წელს, მაშინ ბატონი გურამი ცითმოვლენილი ჯერ კიდევ არ გახდათ, ხოლო ლენინისკენ თქვენმა მონამ ორჩილმა 1987 წელს. მოგესალმებით, დღეს შაბათია საღამოს 9 საათი და პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ხმაური ნოდარ გრიგალაშვილის წიგნის გარშემო. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ გრიგალაშვილის ნაშრომის განხილვას. ვინ ხელმძღვანელობდა ილიას მკვლელთა ბანდას? ნოდარ გრიგალაშვილის ვერსიას, რომ ილია ჭავჭავაძე ყაჩაღმა ილიკო იმერლიშვილმა მოკლა, ისტორიკოსი გურამ ყორანაშვილი უპირისპირდება. ყორანაშვილის მტკიცებით მკვლელი სერგო ორჯონიკიძეა. დღეს რამდენიმე წუთში მწერლისა და ისტორიკოსის დებატებს შემოგთავაზებთ. ისინი ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ სტუმრად და მწვავე კამაც ველოდებით. მანამდე კი ნოდარ გრიგალაშვილის მიერ მიკვლეული მასალები. ჩვენი რეპორტაჟი. 104 წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეზე მკვლევართა კამათი კვლავ გრძელდება. ისტორიკოსი გურამ ყორანაშვილი ნოდარ გრიგალაშვილს დილეტანტს უწოდებს. მკვლევარი მწერლის ნაშრომს ილია ჭავჭავაძის შესახებ ფაქტების სიმწირეს უწუნებს და გრიგალაშვილის მიკვლეულ საარქივო ცნობებს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ყორანაშვილმა წიგნის საჯარო განხილვაც მოაწყო და კოლეგებთან ერთად მკაცრად გააკრიტიკა. მე არ ვეხები ნოდარ გრიგალაშვილს როგორც ფილოლოგოს, მე არ ვეხები, არ მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ აი ამ წიგნის ეს არის ისეთ ისტორიკოსი უნდა გააკეთოს ეს საქმე და თვითონ ეს ისტორიკოსის ნაშრომია ვითომ, ხო? ეს არის დილეტანტიზმის ეთრი გამოვინება. დილეტანტიზმის დონე. მკვლევარისთვის ილიას მკვლელობის მთავარი შემსრულებელი და ეგრეთ წოდებული იმერელი სერგო ორჯონიკიძეა. ლენინის სკოლა, ბასიაკების სკოლა რა ქონდა მოგხსენებათ, იქ თვითონ აღიარა, მოყვა და ამის მომწვევი არის 91 წელს, რომ მან მონაწილეობა მიიღო ქართველი მწერლის, თავადის, რეაქციონერის, სახელმწიფო საბჭოს წევრის მკვლელობაში. სერგო ორჯონიკიძეს გაუმართლა ყორანაშვილის სახით, რადგან მისი დასაბუთებანი არასოდეს დამაჯერებელი არ არის. გურამ ყორანაშვილიც და ნოდარ გრიგალაშვილიც ამტკიცებენ, რომ სტალინი და ლენინი ილიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. ამ შემთხვევაში ისტორიკოსისა და მწერლის დავის საგანია, თუ რომელი მათგანი მივიდა პირველად ამ დასკვნამდე. ეს მე ვიყავი პირველი, რომ თვითონ ეს მაგის მიგნება. ბატონ გურამს დასაბუთების ასეთი სტილი აქვს. ლენინ სტალინმა მოკლა ილია, ვინაიდან ისინი იყვნენ ბოროტები. ვინ მოკლა ილია? გრიგალაშვილიც და ყორანაშვილიც დარწმუნებული არიან, რომ ილიას მკვლელების ბანდას ბოლშევიკი ხელმძღვანელობდა. მაგრამ მწერალი ამტკიცებს, რომ სერგო ორჯონიკიძე ილიას ვერ მოკლავდა, რადგან მაშინ საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ისტორიკოს კი არალოგიკურად და არასერიოზულად ეჩვენება გრიგალაშვილის არგუმენტი იმის შესახებ, რომ დანაშაულის შემსრულებელი მცხეთელი ყაჩაღი ილიკო იმერლიშვილია. კიდევ ერთი საკითხი, რომელშიც მწერალსა და ისტორიკოს პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ყორანაშვილი დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში სოციალ-დემოკრატებთან ერთად მეფის რუსეთის ჟანდარმერიაცაა გარეული. ამის დასაბუთებას მკვლევარმა ათეული წლები შეალია. ნოდარ გრიგალაშვილის ნაშრომით კი ყორანაშვილის ვერსია მთლიანად გაბათილებულია. ნოდარ გრიგალაშვილი ამტკიცებს, რომ მკვლელობა მხოლოდ ბოლშევიკურმა ფრთამ ჩაიდინა და მეფის ხელისუფლება არაფერ შუაშია.
და განვაგრძობთ გადაცემას და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს, ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი და ბატონი გურამ ყორანაშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ბატონ გურამ, თქვენგან წამოვიდა კრიტიკა ბატონ ნოდარის წიგნის და მოდით გითხარით, რას ეთანხმებით ან რას არ ეთანხმებით ამ წიგნში. უპირველეს ყოვლისა ალბათ საინტერესოა უფრო ის, რას არ ეთანხმებით, ხო, რახან კრიტიკა თქვენი მხრიდან იყო. აი ახლა იგივე სერგო ორჯონიკისთან დაკავშირებით. მე კარგად მახსოვს, რომ სერგო ორჯონიკის ნოდარი და იმდენად არა 24 საათს, მაგრამ მახსოვს, რომ დაბეჭდა სექტემბრის ნომერში ასავალ-დასავალში, აი მოზრდილი სტატია და იქ არის სერგო ორჯონიკის და ჩვენი ძვირფასი და თავისი ამ იმაში ყველაზე დიდი ყველა ფოტო სერგო ორჯონიკისაა. ხო და კი ბატონო, ახლა იმერლიშვილზე აზრს და მე მაგალითად აი ამაზე ბოლოს ვილაპარაკებ. ხო და ამაში განსხვავება ჩვენი მაგრამ ამ თავარში კიდე რაშია განსხვავება. ეხლა დღემდე იყო ორი მიდგომა. ერთი რომ როცა აი სტალინის დავალებით, როგორც ახრანკა ჟანდარმერია, მეფის ხელისუფლების ღერფლი იყო ილია. მაგრამ მეფის ხელისუფლების. ეხლა მეორე ვარიანტი, ახლა როცა ჩვენი რეაქცია იყო 80-იან წლებში წამოვიდა ახალი ტენდენცია, არა სოციალ-დემოკრატები. კი ბატონო, ახლა ჩემი პოზიცია რა არის? ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ რა თქმა უნდა, სოციალ-დემოკრატები და ახრანკა ჟანდარმერიაც ორი ძალა გაერთიანდა ერთად. და ამ ორმა ძალმა იმსხვერპლა. ეხლა თუ ავტორიტეტები გივი ჟორდანია დიდებული ისტორიკოსი გახლდათ და პატრიოტი და რა თქმა უნდა არა კომუნისტი და იმას აქვს თავისი მარტვილობა მესიისა და ისიც მივიდა ამ დასკვნამდე და ორმა ძალამ იმსხვერპლა ილია ჭავჭავაძე. თქვენ ამბობთ იმას, რომ ორივე ძალა ამ საკითხში თანამშრომლობს. კარგით. მე მინდა ბატონ ნოდარსაც მივცე სიტყვა და მან თქვას თავისი არგუმენტი. ბატონ ნოდარ, თქვენს წიგნში, ანუ თქვენ ბატონ ნოდარს არ ეთანხმებით იმაში, რომ მარტო სოციალ-დემოკრატები არის. ხო, მარტო სოციალ-დემოკრატები არის. ბატონ ნოდარ, თქვენ რა შეგიძლიათ თქვა? თუ ჩვენ ეპოქის ქერქიდან არ ამოვალთ, ანუ იმ ჟამინდელ ვითარებას არ შევისწავლით ზუსტად თავისი წინაპირობებით და იქიდან არ ამოვალთ, აქედან აწყოდან გადახედილი წარსული არ მოგცემს სწორ სურათს. ბატონი გურამი ამ გზაზე დადგა. ცხადია, ბუნებრივია ისტორიკოსი იმ პირობებსაც სწავლობს, მაგრამ აი შევხედოთ ერთ ასეთ მომენტს. მაშინდელმა მეფის მთავრობამ მოაწყო სასამართლო, დამნაშავედ გამოაცხადა მოძღვრიშვილი მაგალითად ილიას მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი და დაიჭირა. უდანაშაულოდ გამოაცხადა ილიას მოურავი ჯაში და გაუშვა. მაშინდელმა სასამართლომ. ბატონ გურამს დღეს მიაჩნია, რომ დამნაშავედ გამოცხადებული სასამართლოს მიერ მოძღვრიშვილი იყო უდანაშაულო, ხოლო უდანაშაულოდ გამოცხადებული ჯაში იყო დამნაშავე. ანუ ამ გადასახედიდან მან ასე დაინახა მოვლენები. როდესაც მე ეპოქის ქერქიდან ფიქრობდი, რომ ამოვსულიყავი, დავინახე შემდეგი, რომ მაშინდელ სასამართლოს რაც დადგენილი აქვს, სწორად აქვს დადგენილი. სხვა საკითხია რა ვერ მოახერხა, რა ვერ შეძლო და რას ვეღარ მისცა. ამაზე რატო ისთვის რა მიზეზებით შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ რაც შეძლეს ეს გააკეთეს. ამის შემდეგ გასაკეთებელი რაც დარჩა, ასე ვთქვათ, ყველაფერი მოსპოდა გააბუნდოვანა კომუნისტურმა ხელისუფლებამ. მარტივი მიზეზის გამო მკვლელები თავად იყვნენ და ისინი ვერ აღიარებდნენ, რომ ჩვენ მოვკალით ილია. ამიტომ ყველა საბუთი მოსპეს ეს ერთი და მეორე იმავდროულად შექმნეს მითები, დააწერინეს ხალხს მოგონებები და კომუნისტების მიერ შეკვეთილი მოგონებების ხარჯზე თქვა ბატონი გურამი ეძებს აი ამ მოგონებებში რაციონალურ მარცვლებს. სასმლად დაბალ დონის გამოძიება იყო და ის სასამართლოს ფარსი იყო. რამდენი ერთი თქვა. თავიდან აი 1 სექტემბერს გუბერნატორი აცნობებს მაღლა პეტერბურგში სამეფო კანცელარიას, რომ მოკლეს სიძამური ილია ჭავჭავაძე, რატო? აი მოკლეს აგრარულ ნიადაგზე, სავარაუდოა
მერე სოციალ-დემოკრატების წაქეზებით და ძარცვა სიმულირებულია. ესე იგი, რამდენი რამე იცოდა უკვე 2 დღის მერე გუბერნატორმა. ხო, გადის ამ დროს თითქმის წელიწადი და 3 თვეზე მეტი და იმართება პირველი სასამართლო. ამ დროს მარტო ლაპარაკია რაზე? ლაპარაკია ვითომ ძარცვაზე და ანაგრაუზე. და სოციალ-დემოკრატების კვალი რა უნდა ამის დანახვას? რა უნდოდა? რამდენი ერთი თქვა? კარგით, აი დაუშვათ, აი ინაშვილი იყო, დანარჩენები იქ, ხო? აი თვითონ უბირი გლეხები იყო დანარჩენ, მაგრამ ინაშვილი და ბერბიჭაშვილი ასე ვთქვათ, თვითონ უფრო აქტიური, განათლებული სოციალ-დემოკრატები იყვნენ და იმათ იცოდნენ ბევრ რაღაცას რას აკეთებდნენ. ინაშვილმა იცოდა ბევრი და მათ შორის აი ასეთი ფაქტი მე წიგნში მაქვს და რატო არ აქვს ყურადღებას და არ იყენებს ნოდარი ძალიან აგებს ამით რომ ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი. ძალიან საინტერესო ფონდია, დაახლოებით თვენახევარი მოუნდა ამის დამუშავებას. ხო და ესეც შედარებით განათლებული კაცი იყო და ისე რომ გადასაგდები კაცი ჰომოსავეტიკუსი და ასე არ ყოფილა. და მე ისეთი რაღაცები აქვს იმას, მათ შორის საწინააღმდეგო ოფიციალურ ხელისუფლებისას. იმიტომ კი არა თვითონ სუბიექტურად ასე იყო განწყობილი. მაგრამ გამოვიდა ობიექტურად ასე გამოვიდა. მე როდესაც ვუსმინე ჯერთი ჩვენს ანონსშიც მოხვდა თქვენი საკმაოდ წვავე კრიტიკა, გარდა ამისა შემდეგ გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებებით თქვენ როდესაც ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ და არ იყავით იქ მარტო თქვენ სხვა ადამიანებიც იყვნენ და მათგანაც მოდიოდა კრიტიკა, ისმოდა სიტყვები თქვათ ფაქტების სიმწირი, არაკომპეტენტურობა და ასე შემდეგ. დღეს შეგიძლიათ ეს კაფიოთ უთხრათ ძალიან ბევრი მაყურებელი გვიყურებს ახლა ჩვენ. კაფიოთ თქვათ რატო გამოიყენეთ ეს სიტყვები არაკომპეტენტურობა, ფაქტების სიმწირე, ბატონი ნოდარის წიგნთან დაკავშირებით. აი წყაროების დონეზე დაწყებული აი ესა კოჭლავაშვილის ფონდი კიდევ სხვა ბევრი გამოყენებული აპარატი ძალიან სუსტია, სპეციფიურ აპარატი. ახლა შეიძლება იმართლოს ეს პუბლიცისტია, უფრო გამხატრულებულია, მაგრამ სასურველი იყო უფრო მეტი გაეთვალისწინებია და წყაროების შესაბამისად ფაქტებიც. ხო და აი ეს არა მერე გარდა ამისა აი საოცარი აი წინამავალი რაღაცას როწერ წინამავალის გათვალისწინება საჭიროა ხო და აქედან გამომდინარე ხო ეხლა ის ამბავი რომ სტალინსკი რომიც ლენინი კი ბატონო მაგრამ ეხლა მეცნიერებაში რა ვიცი პირველად ეხლა მართალია ირემაშვილმა შეამჩნია მაგრამ ირემაშვილმა შეამჩნია ეს ისე რა სხვათა შორის მაგრამ იმით მე ვერაფერი ვერ გავიგე თავის დროზე და არ დაუჯერე მაგრამ დასაბუთება სულ არ ყოფილა აბსოლუტურად და მეცნიერებაში ვინც ეს შეეცადა ამას ამ გზაზე დადგომას ის ვიყავი მე და წიგნში ერთგან არა მითითებული ავტორი და კარგი ესა მეორე იმერელი ბიჭი რომ იმერლიშვილი იყო ეს ხო თელაվել პროფესორს აქვს გაკეთებული ეს აქვს იმაშვილს აქვს გაკეთებული ხო და აუწერია 3 წლის წინან დაბეჭდა ახალ და უახლეს ისტორიული კრებული და იქ აქვს პირდაპირ ადებს ხელს რომ ილიკო იმერლიშვილი ეს იყო ვინმე იმერელი შეასწორა და ეს ხო ფაქტია არ უთითებს. კარგით. კიდე სხვა რაღაცებზე შეიძლება ლაპარაკი. მოდით, კარგით, აი რაღაც გარკვეული ფაქტები ჩამოთვალეთ. ეხლა ბატონ ნოდარს მივცეთ დრო, რომ აი ამ თქვენს ასე ვთქვათ, ნათქვამს უპასუხოს. თავის თავზე ვერ იტყვის, იმიტომ რომ ბატონი გურამი არ გავითვალისწინე ასე არ არის. რიგ შემთხვევებში ვასახელებ იქ სადაც ვეთანხმები, სადაც არ ვეთანხმებოდი კატეგორიულად, იქ ვწერ როგორც ერთი მეცნიერი ამბობს ჩემის მოკლე ჭკუით, ასე ვთქვათ, არ ვამხილე ჩემი ჭკუით და იქ გვარით არ დავასახელე. თუმცა ვამბობ, რომ როგორც ერთი მეცნიერი ამბობს და ციტატი არის ბჭყალებში. იქ სადაც ვეთანხმები, გვარით ვასახელებ. რაც შეეხება ამათ კოჭლავაშვილისეულ ფონდს, სიგუას და სხვებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. 30-იან წლებში სტალინის და ბერიას დავალებით შექმნილი იყო კომისია, რომელსაც უნდა ჩამოერეცხა ილია მკვლელობის სიმძიმე ბოლშევიკებისათვის. საამისოდ მათ დაიქირავეს ადამიანები, აწერინეს მოგონებები და ამ შეთხზული მოგონებებით არის სავსე ეს ფონდი. ბატონი სიგუა ალექსანდრე, რომელსაც ხშირად ეყრდნობა ბატონი გურამი, 37 წელში წერდა რომ ილია მოკლა მეფის ჟანდარმერიამ. 90-იან წლებში, როცა სერგო ორჯონიკიძე რომ აგეყენებიათ საფლავიდან იტყო და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო, როცა დრო გამოიცვალა და უკვე ასე ჯობდა,
ამის შემდეგ ის აღარ ამბობდა მეფის მთავრობა მოკლა ილიაო. ილია მოკლა სერგო ორჯონიკიძემ. ანუ აი ბერიას გარშემო ყოფი ხალხის მოგონებები, ეს ერთი, მეორე იძულებით დაჭერილი ხალხის მოგონებები. ილიას საქმეს იძიებდა ფაღავა. ამ დროს არის 82 წლის კაცი. ამ დროისათვის 40-იანი წლების 41 წლისთვის. ფაღავა იყო წესიერი კაცი და ილია უყვარდა ძალიან. მაგრამ 41 წელში ეს კაცი ამბობს ილია რომ მოკლეს სოციალისტებმა ციხეში გაფიცვა მოაწყვესო. ახლა წარმოგიდგენიათ რომ ნებაყოფლობით იტყოდა ამას ფაღავა. ჯაშის ძმა იყო დიმიტრი ჯაში. გაფუჭებული კაცი, მაგრამ ძმა როგორ ძულდა ასე, როცა სასამართლოზე ეკითხებიან ილიასთან როგორ მივიდა შენი ძმა სამუშაოთო, პასუხობს. როგორ მივიდა არ ვიცი, მაგრამ დიდი პროვოკატორი იყო და პროვოკაციული გზით მივიდოდაო. ანუ ესე იმ ადამიანებს, რომელთაც იმ დროში უმოღვაწიათ, ილიას დროში უმოღვაწიათ, სიკვდილის შიშით აწერინებენ იმას, რაც უნდათ, ხოლო ვისაც არ ჭირდება დამუქრება და თვითონაა სულგაყიდული, წერენ ისე, როგორც კარნახობენ. ეხლა ამ მასალების დაყრდნობა დღეს სერიოზული მკვლევარისათვის არის ბილად რომ თქვათ, სრული გაუგებრობა. ბერია სტალინის სქემით საჭირო იყო კაცი, რომლის გამოც ეს დაბრალდებოდა მეფის მთავრობას. ასეთი გამოინახა ჯაში, თუ ჯაშმა მოკლა ილია და ჯაში იქნებოდა ორგანიზატორი, ეს როგორც ოხრანკის აგენტი, მაშა სადამე მეფის მთავრობას მოუკლავს ილია. ამიტომ შეიქმნა ეს თეორია უკვე 30-იანი წლების შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ღერძი ასეთია, ხაზი ასეთია, ჯაში, ოხრანკა, მეფის მთავრობა. ეს მითი შეიქმნა, ყველა ერთბაშად ალაპარაკდა 30-იანი წლების ბოლოს, რა ცუდი იყო ეს ჯაში. ბატონ გურამს ჩემთან პრეტენზიები აქვს, კი ბატონო, მაგრამ მეც მექნება შემდეგ ალბათ საშუალება რომ პრეტენზიები წამოვაყენო. უბრალოდ ბატონ გურამს მოყავს კოჭლავაშვილისეული ფონდიდან მასალები 40-იან წლებში შეცვლილი. ინახავს ეს ფონდი, კოჭლავაშვილის ფონდი, დაგიმუშავებია. მოდის მოვიხდი, კოჭლავაშვილის ფონდს უნდობლობა გამოუცხადა აკაკი ბაქრაძემ. უნდობლობა გამოუცხადა ისტორიკოსთა გარკვეულმა ნაწილმა. იცოდნენ კი ეს ამბავი. შოთა ბადრიძემ მათ შორის, რომელიც სპეციალურად იკვლევდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობას. ივე ჟორდანიამ ძალიან გამოიყენა. კი ბატონო, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ვიღაცამ გამოიყენა ამ ადამიანებმა შოთა ბადრიძემ, რომელსაც ვენდობი, აკაკი ბაქრაძეს, რომელსაც ვენდობი, ამათმა უნდობლობა გამოუცხადეს. და მანამდე ბატონმა გურამ მახსენა, რომ მე მანამდე, ასე ვთქვათ, ორჯონიკიძეს თავად მივიჩნევდი მკვლელად. ეხლა ბატონი გურამი კარგ მდგომარეობაშია ჩემთან შედარებით. ორჯონიკიძეს და ჯაშიც ძულს მთელ საქართველოს. უბრალოდ ლაპარაკია სიმართლის და ჭეშმარიტების დადგენაზე. აი ეს კონკრეტულად თენგის სიმაშვილმა დაწერა 3 წლის წინ. დავასრულებ ერთი და გიპასუხებთ ეხლა. ორჯონიკიძე. გიპასუხებთ ალბათ. ორჯონი რა თქმა უნდა გიპასუხებთ. ორჯონიკიძე მთელ ქვეყანას ძულს. ეხლა როგორ შეიძლება მე ამის დამცველად გამოვიდე. ორჯონიკიძეს აქ რო არაფერი როლი არ კონდეს, მან საქართველოს მოკლა, საქართველოს ესროლა. მას ვერავინ ვერ ჩამოვრეცხავს თავის უზარმაზარ ცოდვებს. მაგრამ ეხლა ამ საქმეში თუ არ არის, მაშინ ამით იმას ფარავ, ვინც არის სინამდვილეში. და როგორც ყველას მეც ასე მეჯერა, რომ ეს არის ორჯონიკიძე. მათ შორის ბატონი გურამის გავლენითაც ჩემზე უფროსია და ჩემზე, ასე ვთქვათ, მეტი უმუშავია ამ საკითხებზე თავის დროზე. და საჭირო გახდა ჩემგან პარტიული მასალის შესწავლა. როცა ცხოვრებაში ცხვირი არ ჩამიყვია პარტიის ისტორიაში და პარტიის დოკუმენტებში, აქ ბატონი გურავი მართალია მე მას ვერ შევედრები პარტიის ისტორიის ცოდნაში და დიამატის ცოდნაში. ის სპეციალისტია ამისა და დისერტაცია ამაში აქვს. პარტიის ისტორიაში მაქვს დისერტაცია? არა, დიამატში. დიამატში ჩემი დისერტაცია იყო ანტისაბჭოური და უნივერსიტეტიდან გამაგდეს მე ასეთი აზრებისთვის და 8 წელიწადი აწვალეს დისერტაციის დაცვა. კარგს გეუბნებით რომ მე ამის ცოდნაში ვერ შეგედრებით. ეხლა რა ხდება? ამ ჩხრეკაში, ამ პარტიის ჟურნალების კითხვასა და ჩხრეკაში მივაგენი დოკუმენტს, რომელიც ამბობს, პარტია შეიკრიბა დუშეთის რაიკომი და დაავალა ტყის ძმების უფროსს
ილიას მოკლა. გასაგებია. კაი, ბატონო. ვიძიე და აღმოჩნდა ეს ღვთისმების უფროსი იმელიშვილი. იმელიშვილი, ბატონ გურამ. აღმოჩნდა რომ ბოლიშით, აღმოჩნდა რომ შესანიშნავ ისტორიკოს იმელიშვილის ხსენება პირველად ჩემგან არ მოდის. იმელიშვილი პირველად ახსენა ცხონებულმა ალექსანდრე შუშანაშვილმა და მე ამას უთითებ წიგნში. ასევე მასზე გასულა ბატონის სიამაშვილი, კარგი ისტორიკოსი სიმაშვილი, რომელიც აი დღეს წავიკითხე სწორედ აქ წამოსვლის წინ, ვინაიდან მხოლოდ ახლა მომწეს შესაძლებლობა რომ ეთქვათ სად დაბეჭდა ბოლოს და ბოლოს ამ კაცმა და ძალიან ვისიამოვნე. უნდა გითხრათ რომ ესე იგი ის კაციც ეს შესანიშნავი ისტორიკოსი აბსოლუტურად სხვა არგუმენტებით მიდის იგივე აზრამდე და მე ეს არ არის მათემატიკა, სადაც პირველ აღმომჩენის ტიტული გინდა რაღაც ფორმულა მოიგონე. გასაგებია. სისხლში იბეჭდება ეხლა ეს თავი ჩემი. ბატონ გურამს უნდა მივცეთ სიტყვა, ბატონ გურამ. თქვენ ერთი წინადადება ერთი წინადადება. სისხლში უცილობლად მე აღვნიშნავ, რომ ჩემდა დამოუკიდებლად მანამდე ამ კაცს ეს კაცი აი ამ თემამდე მისულა ჩვენიურად და ეს აუცილებლად ჩემგან იქნება აღნიშნული. თქვენ ესე სიტყვა რატომ არ მიუთით ეს იგი არ იცოდა. თქვენ თქვით რომ არასერიოზულია იმერლიშვილის ხსენება. აი იქნებ ეს დაგვისაბუთო. ჩავიდეთ ბოლოს რო გავიდეთ და მე ამჯერად მინდა რა აღიარა რომ არ იცოდა. იმიტომ კარგით ეხლა იგივე რომ იოსებ ირემაშვილმა ხო და მაგრამ მეცნიერებაში ხო იყო ვიღაცა რომელმაც გადიდა კი ბატონო სტალინი და ლენინი. რატო არ ახსენებს ამ შემთხვევაში რომ ვინ თქვა და მე ვაგზელებ იმას. რატო არ აგზელებს? რაც შეეხება სტალინთან და ლენინთან ბატონი გურამის შრომა უნდა გითხრათ რომ როდესაც ჩემი წიგნი საგაზეთო პუბლიკაციების სახით მიდიოდა მე გურამს იქ მართლაც რამდენჯერმე მყავს დასახელებული და შემდეგ იმდენჯერ აღარ წიგში რატო როცა ვნახე რომ ამ ჯაშთან დაკავშირებით სულ ირაციონალურ არგუმენტებს ჰქონდა საქმე ირაციონალურ არგუმენტებთან ამის გამო უკვე ყურადღებით წავიკითხე ამ სტალინ ლენინთან დამოკიდებულება აი რატომ იყო ეს სტალინი მაინც და მაინც აი ორჯონიკიძესა და ჯაშთან დაკავშირებით გითხარით ეს ირაციონალური დამოკიდებულება რა იყო? ესე იგი ვიმეორებ აქ პირველ აღმოჩენის ფუნქცია არ არის ბატონი გურამის. მე ხო არ შემიძლია ფიზიკის მასწავლებელი ვაქო იმის გამო რომ მან გადასცა ნიუტონის კანონი. პირველ წყარო არის ნიუტონი. ირემაშვილი დასახელებულია ამ წიგნში. რაც შეეხება ბატონ გურამს იდეურად ნიშნებდა არ არის არგუმენტირებული. ხო მაგრამ არგუმენტირებული ბატონ გურამს თქვენ წიგნში ეს უკვე მეცნიერებაა. თქვენ წიგნში არგუმენტირებული არის შემდეგი საკითხი რომ ლენინი და სტალინი იყვნენ ბოროტი ადამიანები. ამიტომ ისინი მოკლავდნენ ილიას. რო შეხვდნენ ერთმანეთს. სხვა არგუმენტი. ბიჭო, რო შეხვდნენ ბერლინში რო შეხვდნენ ყრილობამდე რა რო შეხვდნენ ერთმანეთს რაზე ლაპარაკობდნენ იქ? მე არ მიწერია იქ რაზე ლაპარაკეს და ის იყო. კარგი. ბატონო და ბატონ გურამს ვიცეთ სიტყვა. ძალიან ბევრი როგორც ჩანს არ გამოგიჩა. ისე სხვათა შორის ბატონ გურამ ბატონ ნოდარმა როდესაც ჩვენ ანონსისთვის მივედით ჩასაწერად თქვა მსგავსი რამ რომ წიგნში უწერიაო მე არ ვიცი თქვენ გიწერიათ თუ არა ნამდვილად ასეთი რამ წიგნში თითქოს ცოტა ირონიითაც იყო ხო ბატონო და ნათქვამი რომ აზერბაიჯანში მყოფი სერგო ორჯონიკიძე ხო ახლა ეს ირონია ცხადია ხო როგორ მოკლავდა თქვათ აქ ილია ჭავჭავაძეს საქართველოში იგივე წყაროწონეობის დონეზე ძალიან მოიკოჭნებს წყაროწონეობის დონეზე და ახლა ამბობს რომ კოჭლავაშვილის ფონდი არ წამიკითხავს და არც ვიცი რატო ასე ამბობენ კარგით აი რა კოჭლავაშვილის რა დაკითხვა ბერბიჭაშვილის დაკითხვა არის და ბერბიჭაშვილი უყვება რომ რამდენიმე დღით ადრე კვლელობამდე მე დავიმბარა ჯაშმა ჩავედი ილიას დაგარმინდაზე პორმალი გამეცდა მეორე დღეს გამიყვანა ვენახი მაჩვენა ბაღი მაჩვენა წავედით მცხეთაში და ველოდე დაახლოებით 1 საათი მერე გავიდა მიმიყვანა გრიციუნასთან რომელიც იყო მოვალეობის შემსრულებელი პრისტავის და იმან მითხრაო რასაც ეს კაცი გეტყვისო ჯაში ის გააკეთეო და ამის მერე მოხდა ესა კარგით არ ვენდო ამას კარგით ბაქოში ვიყავი და აღმოაჩინე დოკუმენტი გრიციუნასზე. აი რა, გრიციუნასი, ნიკოლი წარმოშობით კათოლიკე. და უცბად ეს იყო აკალოდოჩნიკი თბილისში. უცბად გადაიყვანეს მოვალეობის შემსრულებლად პრისტავის. მერე უცბად გახადეს პრისტავი ილიას კლუბის მერე და გადმოიყვანეს თბილისის 10 რაიონი იყო მაშინ. და ერთი რაიონში, მეორე რაიონში მერე ბაქოში გადაიყვანეს და ამდენად 19 გვერდიანი ეს მოხდა ბაქოს საისტორიო არქივში. რა არის? აღმოჩნდა რა
უცბად ეს კარიერას იკეთებს ძალიან სწრაფად ილიას კლუბას დაკავშირდა. მერე კიდე პლუს აჯილდოებენ წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით. მითხარით, არა და ჯაში იქ კავშირში არ არის. მერე კიდე აძაღდა ჯაშის სული და ამავე დროს გრესინასის სულიო. ამას მოთქვამდა ესა და ამას ვიწრო წრეში ეს თარიღი როდის? იმის როდესაც დაკითხავდა ეს ისა ხო როდესაც დაკითხავდა კოჭლავაშვილი აძაღდა ჯაშის სული და მის ოჯახი წარეთ მოთქვამდა ამას ხო რომ დამღუპა ამანო ხო აი ახლა მეფის ხელისუფლება კიდე სხვა რამეც ვილაპარაკო რომ მეფის ხელისუფლება კიდე მეტი აი ნოდარ აი ახლა მოდი იქნებ კითხვა-პასუხებში გადავიდეთ აი ახლა გამოძიებ იცოდა წეღან არ მაცალეთ ისა რომ მოდიშით ბატონო გურამ ეხლა თქვენ ორი ძალიან სერიოზული საკითხი თქვით მოდი ამას უპასუხებ და მე რებძანებ. აბა, ხო. ეს წყარო ფაქტი. ესე იგი, ნამდვილად წყარო არსებობს, რომ ჯაში და ბერბიჭაშვილი ილიას მამულში ერთად ქეიფობენ, ერთად მოულხინეს, ბაღში წისეილეს და ასე ვთქვათ, ჯაშმა დააძინა ბერბიჭაშვილი თავისთან სახში. ეს თქვენ გაქვთ თქვენს წიგნში გამოყენებული. მე ვაკრიტიკებ ამას, ხოლო თქვენ არ გასახელებთ. ახლა აგერჯივარ არ იყო ეს შეხვედრა არ იყო ახლა არც ცხეთაში იყო ეს შეხვედრა და არც ბერბიჭაშვილი ყოფილა ილიას მამულში ჯაშთან სტუმრად ორი სიტყვით გეტყვით ბერბიჭაშვილი ბატონებო ამ დროისათვის გამოცხადებულია ძებნილად ეს არის ყაჩაღი წითელრაზმელი ეს არის ახატნელი ყაჩაღი ახატნელი საიდანაც ილიას მისლის წერილები რომ უნდა მოკლათ ეს ყველაფერი არის ფაქტებით დადასტურებული. ილიას მამულში მუშაობდა დაახლოებით 80-მდე კაცი და თურმე ბერბიჭაშვილი სასამართლოს მიერ ოფიციალურად მიჩნეული მკვლელი ილიას მკვლელობის წინა დღეს თუ იმის წინა დღეს ქეიფობს და დასეირნობს ილიას მამულში და ამ 80 კაციდან როცა სასამართლოზე მთელი საგურამო და მთელი თემი იქნა დაჭერილი ეხლა ჩვენ ვიცით ვინ არიან მკვლელები, მაგრამ თავიდან პირდაპირ პროცესიდან აიყვანეს ხალხი. უამრავი ხალხი დაიჭირეს. ეს კაცო მკვლელი ამის მამულში ქეიფობდა, ჯაშია ქეიფებდა. პურმარელი გაუშალა ილიას მამულში. თქვენ ხალხო წარმოგიდგენიათ რომ ესე იგი ის 80 კაცს თავი რო დავანებოთ, ვინც ილიას მამულში მუშაობდა, ესე იგი მაშინ ილიას ერთი არ დაგავიწყდეთ რომ ამ დროს ილიას სახლში ცხოვრობს მისი გარე ბიძაშვილი ზალ ჭავჭავაძე. ესე იგი, მისი ბიძაშვილის თვალწინ ეს ყაჩაღი ქეიფობს, ორ დღეში შეიტყობს, რომ ეს მკვლელი ყოფილა და ეს ზალ ჭავჭავაძე ხმას არ იღებს. რას უპასუხებთ, ბატონ გურა? ახლა მითხარით, ფსიქოლოგიური ჩანაწერები არის. მე სამეცნიერო წიგნში მოსატანი. კარგით. არ არის ეს ზღაპარი, კაცო. ზღაპარი, კარგით. ეს ეხლა რა შეკითხვა? აი ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიზმი, ხო? აი დიდი ცოდნა არა საჭირო ფსიქოლოგიის. ეუბნება, უკვე გადაწყვეტილია და ეუბნება კოჭლავაშვილი. თანაც ეს მე ვიცნობდი შემდგომში, მაგრამ მაშინ არ ვიყავი დაინტერესებული და ბევრ ამას კიდე გავიგებდი მაგისგან. ხო და ეუბნება რომ გიორგიო ბიჭო, გამოგიტანეს სასიკვდილო განაჩენიო. და რა სიტყვიო სათქმელად და აი მაშინ, აი ხო სხვა გამოსავალი ხო აღარა და ამ დროს ჭეშმარიტებას ვათქმევნებს სიტუაცია კაცს და მაშინ თქვა ეს ამბავი რომ აძაღდა ჯაშის სული და მაგათმა დამღუპეს. აი არა, ეს არ დაუჯერო ამას. კარგით. ეხლა რა, წყაროწოდნობის დონეზე ძალიან ეს ისტორიოგრაფია, ისტორიომეცნიერება იწყება წყაროწოდნობიდან. როგორი წყაროწოდნობა და მე ნაშრომს ვწერ, რამდენ წყაროს მოიგდა, მე ფაქტებს როგორ დაადგენ მას. ამ ხრივად ძალიან მოიკოჭლეს უნდარის ნაშრომი. ხო და რა ასეთ წყაროებს როგორ შევიდა გამოდის და თურმე საბჭოური წყობილების დროს რაც კი შეიქმნა, ხო? ამის გასაგებად ყველაფერი ბლეფია, უნდა გადავაგდო და სამაგრო სავაჭრო გზაში რო დაწერა. ჯაშმა და დან მარია დარია ჯაშმა რო თავისმა ქრივმა უნდოდა ცხადია რომ ეს მოერეცხა და ის სანდოა ის არა სანდო ამას რომ ჩვენ ვერ გაუგებთ ერთმანეთს როგორ ჩანს ვერ გაუგებთ ამიტომ კი არ არის სანდო სანდოა იმიტომ რომ ჯაშმა ეს დაწერა 1908 წლის სექტემბერში როდესაც ცოცხალია ილიასა და ჩიკვაიძის გარდა რომელმაც შესთავაზა ჯაში მოურავად მისი თანაკურსელის გარდა ყველა ილიას ცოლი, ილიას მეგობრები, ილიას მეზობლები ამ დროს წერს ჯაში და არავინ ხმას არ იღებს ირგვლივ. ის ხელისუფლება. რატო იტყვილებიო? არავინ არ ეუბნება. ხელისუფლება ახლა მე მოგიტანეთ ეს არგუმენტი, ეს მოშალა, ხო? კარგი, ეს ის მეორე სტანისლავ გრიცინოსის დაწინაურება გზება. ახლა არაფერს არ ამბობს ხელისუფლებაზე. მოგახსენებთ ბატონო, ახლა გრიცინოსის ეპიზოდიც არის
ასევე 30-იანი და 40-იანი წლების ჩანაწერის შედეგად მოტანილი ეპიზოდი, რომ თურმე ჯაში და ვერბიჭაშვილი არა, თვითონ გრიჩუნასი რომ დაწინაურდა კარიერა სწრაფად გაიკეთა და სტანისლავის ხარი. მოგახსენებთ ბატონო, ამიტომ უნდა გითხრათ, რომ კარგია, როცა ისტორიკოსი, მე არ ვარ ისტორიკოსი, ფილოლოგი ვარ, მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს დილეტანტი ხომ მაინც ვარ. ეპოქის ქერქიდან როცა ამოდის. ილია რო ამბობდა ამბობს კარგა, იქ იმას პარაგაცა. ეხლა გეტყვით მე თქვენ. 1907 წლის შემდეგ ბაქოში გადაყვანა მიაქციეთ თქვენ ამას ყურადღება. ბაქოში გადაყვანა დაწინაურება კი არ იყო. ხალხი იხვეწებოდა, ტიროდა. ბაქოში არ გადამიყვანოთ სამუშაოთო. პირდაპირ გამცეს ხოლმე. მეორე გრიჩიუნასის ასეთი აღზევება, დაჯილდოება არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება და მითხარი არ არის გარეული ამაში. ესეც იმის ბრალია რაღაცის, ხო? ესე იგი გრიჩიუნასი ასე აღზევდა. პრისტავი, ხო? ესე იგი ხელისუფლება ჩარეული იყო, ხო? პასუხს ვიძლევი. ბაქოში სამუშაოდ გადაყვანა ადამიანის პირდაპირ დასჯა იყო. ერთ-ერთ ეპისკოპოს ეგზარხოს სასულიერო-პირის ეპისკოპოს ბაქოში გადასვლა შესთავაზეს, იქაც იყო ქრისტიანები, სასულიერო-პირის შესაძლოა ეპისკოპოსი არ იყო და იტირა კაცმა პირდაპირ. ბაქოში რაც ხდებოდა თბილისში 9-7 წლამდე ორი იმდენი უკვე დაიწყეს. გასაგები არის ეს თქვენთვის არგუმენტი ბატონ გურამ? გაუგებარია, ვიმეორებ, აი ვეუბნები, კარგი, იმისი არ ჯერა და ფსიქოლოგიურად, აი ეხლა როგორც მწერალზე პრეტენზიებს, წერილობაზე პრეტენზიებს, ნოდარს ხო ძალიან ადვილად თქვენ გაიგოს, რომ უკანასკნელ დღეში ადამიანი და ეუბნება და ამ დროს ჭეშმარიტების მომენტი ხო აღმოხდება კაც. ეუბნება კოჭლავაშვილი 100-ია სასიკვდილო განაჩენი და 100 და აბა რას მეტყვი კიდევ და მაშინ აღმოხდა ეს. არა, ეს მოდი, ეს არის თქვენი თავარი არგუმენტი ამ შემთხვევაში ბატონ გურამ? ეს რომ ისიც მართალია ის რომ ჯაშისა და ამოწდა ჯაშის რო წევლის და იმას როგორ ეს მოიგონა მაშინაც აი სიკვდილი უკვე მალე სიკვდილი ელო კარგი მაშინ ესე იგი ერთი მიპასუხოთ იქნება ოფიციალური დაკითხვის ოქმებში 41 წლის სასამართლო პროცესის არც ერთი სიტყვა მხედველობაში რო არ არის მისაღები იმიტომ რომ ეს დაიდგა სპეციალურად მაგრამ თუ მაინცა და მაინც მივიღებთ მხედველობაში ეს დაწყევლილი ბერბიჭაშვილი ამბობს რომ ჯაშს არ ვიცნობდიო კაცო. ახლა მელაპარაკება რომ აჯაღდეს ჯაშის სული მაგან მომაკლევინა ილიაო. ხო და ეხლა ოფიციალურად იქ ჩანაწერებში ეს არის არ ვიცნობდიო ამბობს. ამის შემდეგ გამოდის მოსამართლის წიგნი. ოდიშშვილი იყო ასეთ. ეს მოსამართლე წერს ბერბიჭაშვილის ნალაპარაკებს, ვითომ ასე თქვა, ისე თქვა, გამოდის წიგნი ჯაშის ოჯახი ჩივის სსრკ გენერალურ პროკურატურაში. ვიცით. სასამართლოზე კაცო ამ კაცმა თქვა რომ არ ვიცნობდიო. ბერბიჭაშვილმა თქვა რომ არ ვიცნობდი ამასო და ეს რა მოგონებები გამოაქვეყნაო. თვით სსრკ პროკურატურამ აკრძალა ამ წიგნის მეორედ გამოცემა. ისეთ სისულელეებია წერაში. ხო და აი ახლა რა. ახლა მეტი ყველაფერზე პასუხი ნოდარ მე რაღაცებს მაქვს რაღაც არ ვიცი. ნოდარმა როგორც ჩანს ყველაფერზე პასუხი აქვს წინასწარ, ხო? რაში მოხდა? ჯერ ეს ერთი აი ეს ბერბიჭოვის ამბავი მე ყოველთვის მიკვირდა რომ დაკითხა კაცმა და მშვენიერი აი ეს უნდა გამოეტანათ ხო იგივე ოდიშვილს უნდა დაეწერა ჩიქვანაია პროკურორის მოადგილეს უნდა გაეკეთებიესა ხო მაგრამ ვერ გამოიყენეს იმიტომ რომ ძალიან დაბალი დონისა იყო ესეც კი ამას ვერ ჩაჭირეს ხელი დონე იყო ისეთ დაბალი რომ ილიას ფასიც არ იცოდნენ ამიტომ გრიშაშვილი ლეონიძე მავანები დადიოდნენ და ეუბნებოდნენ ილიას ფასი რა არის რა არის და იმდენი შტერი მოსამართლე პროკურორი იყო ხო და ვერ გამოიყენეს ეს და ამ დროს ხო ვასილ ცაბაძე იყო ერთ-ერთი რომელიც დახვრიტეს მე 24-ში და ვასილ ცაბაძე შეხვდა სტალინი და იკითხა რა ქენითო ვერ გამოიკვლიეთო ვერაო ბიჭო დაიჭირეთო ინაშვილიო და ყველაფერს გეტყვითო გავიდა ხანი და ისეინება ისტორიამ ბედისწერამ ისეინება ინაშვილი დაიჭირეს 8 წლის იმაში ნომერში. ვერა, რა უნდოდა სოციალ-დემოკრატებზე გასვლას, მეფის თავრობისთვის, მაგრამ არ გავიდა, იმიტომ რომ ზაღლმა ზაღლის ტყავი არ დახია. თუ ინაშვილი ხო ყავდათ. ინაშვილზე არის მარტო ერთი პატარა ილიას კლუბის საქმეში პატარა დოკუმენტი. მეტი არ არის. ინაშვილი ყველაფერი იცის. დოკუმენტი კი არა, დაახრიტეს კაცო. ბიჭო,
მანამდე ბიჭო ისირაშვილი დაიჭირეს და დახვრიტეს. აი, როგორც ჩანს ჩვენ ვერ უგებდა. ბიჭო, როდავრი მანამდე დეკემბრიდან დაწყებული აგვისტომდე, ხო, აგვისტომდე ვერ დაიჭირეს, ხელში იყო კაცო. არა, ხვდებით ხო გვისმენენ ხალხო. დეკემბერში დაიჭირეს, ხო და დეკემბრიდან აგვისტოს ბოლომდე ინაშვილი ყავთ, ციხეში ყავთ და დაკითხვა მარტო ერთი დოკუმენტია. ინაშვილმა მართლა ყველაფერი იცოდა. და გააკეთეს ბატონო, იმ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. ბახვისკრება რო წავიდა ბახვისკრება, ხო უკვე იყო მიმართულება, რომ ბახში რა მოხდა, ხო? რა გავიგა? ევტუშევსკიმ დაიწყო დინება, ის ძიება შეწყვიტეს. ესე იგი მეფის ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ ეს გამოძიებულიყო ეს საქმე. სასამართლოს ისე წარიმატა, სასამართლოს. რატო? იმიტომ რომ ორი მხარე იყო, რომელიც დაინტერესებულია და ადვილი გასაგებია რატო. ბატონ გურამ, ბატონო და აი თქვენ თქვით, რომ გგონიათ რომ ილიას მკვლელი არის სერგო ორჯონიკიძე, ხო? ჩამოვიდეთ მე, ხო? ხო, არა, მოდით ამაზე მიპასუხეთ. თქვენ თქვით და დამპირდით რომ 7 ან 8 არგუმენტს იტყოდით ამის სასარგებლოდ. მოდით თქვით, ყველაზე მერვე არგუმენტი როგორც თქვენ თქვით, იქნება ყველაზე სერიოზული. გითხარით? ბატონო ვახტანგ, მე ჩაგრავთ ახლა. არა, არ ჩაგრავთ, გვაქვს კიდევ. მე 2 წუთი მომეცით ამ მეფის თავრობის საკითხი რომ დავამთავრო, ეს დამცველი. კარგი და შემდეგ თქვენი თავარი არგუმენტი ორჯონიკიძის საკითხზე. ილია რედაქტორობაზე შეცვალა ფილიპე გოგიჩაიშვილმა. ფილიპე გოგიჩაიშვილი 1913 წელს წერს, რომ ილია ჭავჭავაძის იდეური მკვლელობა შეამზადა ფილიპე მახარაძემო. იგივე წერილი მან დაბეჭდა 1926 თუ 17 წელს. იქ წერს, ილია ჭავჭავაძე მოკლა ჯაშმა და ფილიპე მახარაძე არაფერ შუაში არ არის. ეხლა გეკითხებით, 913 წელს რო წერდა, ის წერილია მართალი. თუ 927 წელს დააწერინეს ამ კაცო. ამდაგვარი მაგალითები არის უამრავი. ბატონებო, კარგახანია უკვე ვსაუბრობთ, ამიტომ მინდა გადავიდეთ ორჯონიკიძის საკითხზე და გვითხრათ ეს თქვენი არგუმენტები. ერთი წუთი. აი ნოდართან მაქვს შეკითხვა. წიგნიდან ბერიას უბრალოდ ზულდა როგორც ფილიპე მახარაძე, ისე თავისი ოდინდელი პატრონი სერგო ორჯონიკიძე. ამიტომ ვინც ის როდის და რაში წარადგებოდა მათ წინააღმდეგ ილიას მკვლელობის ფაქტი, მეორე ტომი 450. ესე იგი, აქ ხო აღიარებთ თქვენ, რომ ორჯონიკიძე თურმე მართლა რაღაცა ყოფილა და თუ უდანაშაულო და უბრალო იყო, კი ბატონო, ბერიას რაც გინდა ეგროვებია, ხო? აქ რა ჩანს ამაში? აქ ჩანს შემდეგი. აბა, სერგო ორჯონიკიძეს მისმა პარტიაში ხდება, პარტიის შიდა სამზარეულოში ხდება განხეთქილება. თქვენ ეს ხებზე უკეთ მოგეხსენებათ. უნდათ ამ სერგო ორჯონიკიძის ჩაძირვა და ჩაძირეს ბოლომდე. უდანაშაულო კაცი ადგენდა იმ დოსიეს, ხო? ბერია. უდანაშაულო სერგოზე, ხო? დოსიეს კომპრომატებს ადგენდა. ასე ლაპარაკებით ახლა სერგო ორჯონიკიძე თავის გვარი დასახელებით, თავისი არსებობით უკვე დამნაშავეა. რა მე გელაპარაკებით ილიას მკვლელობაზე. უნდათ სერგოს ჩაძირვა. აქედან გამომდინარე, იქმნება ეს მითი სერგოსთან დაკავშირებით არა იმიტომ, რომ დაიბეჭდოს და ამის გამო დაიჭიროს ვინმე. მორალურად სახელი გაუტეხონ, თორე მაშინ არცად არ დაბეჭდილეს. მას თავი მოაკვლევინეს და თქვენი თქმის არ იყოს, მოკლეს. და მისი ძმა აგერ მოკლეს კიდე. ახლა ამნაირ კაცს, რომელსაც ესე იგი სახელმწიფო გადაემტერა, მის წინააღმდეგ თუ რაიმეს ააგორებდნენ ჭორს, ის ხელისუფლება, ამდაგვარი რა გიკვირთ თქვენ? მე 2 ამოცანა მაქვს. ერთი საგურამოს ობელისკზე უნდა მოიხსნას ის, რომ ილია მოკლა მეფის მთავრობამ მეც ორჯერ დავწერე. დაეწეროს იქ, რომ ილია მოკლა ბოლშევიკურმა, ესე იგი მოკლეს ბოლშევიკებმა. ეს უნდა ახლა ტექსტი როგორი იქნება? მე ორჯერ მივმართე ეს. ხო, როგორ მიმართეთ, როცა ამტკიცებთ, რომ მეფის მთავრობას მოუკლია. სამინისტროს. მაშინ რატო არ უნდა ეწეროს? ბიჭო, მოკლეს ქართველი ხალხის წრებმა. არა, ქართველი ხალხის წრები შეიძლება კუვეითშიც არსებობენ სადღაც. ქართველი ხალხის წრებმა კი არ მოკლეს, ის მოკლეს ბოლშევიკებმა, რომლებიც კაცობრიობის წრები არიან და მათ შორის ქართველი ხალხის წრები არიან. აი ეს იყო ორჯონიკიძესთან დაკავშირებით თქვენი თავარი არგუმენტი, იმიტომ რომ თავარი ახლა მაყურებელმა ეხლა ერთი არგუმენტი მოიტანოს ამ ორჯონიკიძეს, ამდეიხანია გასაგებია ორჯონიკიძესთან დაკავშირებით. საკითხი დგას ასე, მართლა ამ ბანდას ხელმძღვანელობდა ილიკო იმერლიშვილი თუ ხელმძღვანელობდა სერგო ორჯონიკიძე? ჯაშზე ხო ძალიან დამაჯერებელი არგუმენტები მოიტანა, იქ რო ქეიფობდნენ ერთად. და მე არ მინდა ბატონი გურამ აი ძველი პატივისცემა მომყვება და გავიმეორებ თქვენი წიგნის არგუმენტები ჯაშზე. გაიმეორებ ბატონო და კარგი, მარტო არა, გივი ჟორდანიაც მოიხმეთ და გივი ჟორდანიას ის ბატონ გივიჯის რატო არ იყენებს? მე არ ვიცი, რომელი მეცნიერიც იმას დაწერს. ბატონო და რას გულისხმობ? იქნებ გვითხრათ იმიტომ. კარგი, სათავარ. თუ კაცი დაწერს იმას, რომ ესე იგი ძველი ბერძნები ამობდნენ
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო. ამის ანალოგი მახინჯ სხეულში მახინჯი სულია. ჯაში მახინჯი იყო. მაშასადამე ეს მახინჯი მოკლავდა ილიას. ასე გიწერია. შეიძლება ახლა ეს ასე გიწერია. არა, ეს უტრიდება, ეს ხადია, მაგრამ რასამ ერთ-ერთიაო. ეს ერთი პატარა, მაგრამ დანარჩენი ხარ, მაგრამ გადავედი. ანუ ბატონო, იმიტომ რომ მახინჯი იყო თქვათ ფიზიკურად. ორჯონიკიძეზე ხო ვამოთ. აი ეს არა, ბატონო, ჯასზე მიპასუხეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ჩემი აზრით სერიოზული რაღაც თქვა ახლა ბატონო. მარტო ეგ კი არა რომ ჯანს მახინჯი იყო და იმიტომ. ასე წერია თქვენ წიგნში, მაინტერესებს. მარტო ეს არ არის ხადია, სხვა არგუმენტები. თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი ასეთი იყო, ისეთი იყო, ხო და ამაშიც მეთქი, მაგრამ დანარჩენი სხვა რამეზია ლაპარაკი. გასაგებია, კაი, ისევ დაუბრუნდეთ. ესე იგი მადლობა უნდა ვთქვა რომ მარტო იმით გამო არ მოუკლავს რომ მახინჯი იყო. კიდე სხვა დავალებები ხდება. ახლა ჯასტერ თურმე მარტო ამიტომ ვამტკიცებ, ხო? გასაგებია, ორჯონიკიძეზე და უნდა წავიდეთ დასასრულისკენ. ახლა ამას ალექსანდრე სიგო რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე გადასაგდებია, ხო? არ არის გადასაგდები. მიუხედავად ამისა, რაციონალური იმაში არის. რატო ის მუშაობდა ამ საკითხზე 30-იან წლებში დაწყებული და ამიტომ მოხდა ბერიას, როცა დაავალა, ხო და ბერიას მე შევამოწმე, რომ პროკურორის მოადგილე, რომელიც არქივში მუშაობდა ვახტანგ ხმალაძე, ის აღიარებს, რომ მეო ბერიასო ვამარაგებდიო მასალებითო, დოკუმენტებითო, როგორც ჩანს ქონდა და იქ არის ახლა ამას რა თქმა უნდა ნოდარი უარყოფს, რომ სტალინმა თქვა დამავალაო და რა უნდა დაო კაცო ერთი მკვლელიო აგერ ნარკომიაო იქო და ერთი აგერ პრეზიდენტიაო. ესე იგი ბერიას თვითონ დაკავშირებით, მაგრამ აი ეგ არაფერი, წამოთ. სერგი ქავთარაძე იყო ბოლშევიკები ამბობენ გას. ბოლშევიკი იყო სერგი ქავთარაძე. ეს არის ისტორიული წყაროები, ეს არის. სერგო მაცალეთ ბოლომდე. მაცალეთ. გასაგები, აი არგუმენტებს რა ჭირდება. კიდე სხვა არგუმენტები და მათ შორის რა. იგივე ის ფაქტი ახლა ვახტანგ გურგენიძე როცა ამბობს რომ აი ჩვენ მშობლიურ თორის ხეობაში რომ ჩამოვიდა ტბაში რომ შემოვიდაო ხო ზინამ ფუცუნია მის მოგონება ხო ჩვენი აგერ მაჭავარიანის და ჩვენაც შევები და იქო არავით არის სერგო მე ვარ იმერელი ხოასია ეს ვახტანგ გურგენიძე ვახტანგ გურგენიძეც მოგეხსენებათ ჰომოსავეტიკუსი მით უმეტეს ბოლოს აყოფილა ხო ეს დაწერა ვახტანგ მე იმერეტინ კიდე იმას თავის იმაში მაგრამ კიდე ახლა ერთ რამეს გეტყვით ამ კვლელობის დროს ბატონო მოდი ამაზე შევთანხმდეთ იმყოფებოდა თუ არ იმყოფებოდა ბაქოში სერგო ორჯონიკიძე რა თქმა უნდა აი ეს ბატონმა გურამ ეხლა ძალიან სერიოზული არგუმენტი მოიტანა და მე გთხოვთ ამაზე მაპასუხებინე მეორედან დავიწყებ იმერეტინ ესე იგი სერგო ორჯონიკიძეს უწერია წარმოშობა იმერელი ბატონ გურამს ობიექტურობა მოითხოვს ითქვას აი ერთს კი ამბობს რომ ესო გარდა მისი ეროვნული თვითშეგნების ესე იგი თვითშეუგნებლობისაო სხვა რამეზეც მეტყველებსო იმერელიო აი აქედან მოდის ხედავთ რა წესო წარმოშობა იმერელი ეხლა დავწერი ამ ჩემს წიგნში და როგორც ჩანს არ ითვალისწინებს და უნდა გავიმეორო ფერშალი სერგო ორჯონიკიძე კი არა ილიას ბანკის კრებაზე თვით ნიკო ნიკოლაძეს ქოქო ლაყარეს შენ იმერელი ხარ და აქ ქართველებთან რატო ლაპარაკობ და ამაზე დიდი წელი დაწერა ილია ამ ფერ მაშინ ასე ისწავლებოდა შენ ხარ იმერელი შენ ხარ კახელი შენ ხარ ბეგრელი შენ ხარ ასეთი იყო რუსიფიკაცია გასაგები ანუ რაშუაში ეს ამასთან ეს ორჯონიკიძე გაუნათლებელი ფერშალი წერს წარმოშობა იმერელი ასე ასწავლეს და ასე დაწერა ეს შეიძლება მეცნიერულ არგუმენტად მოიტანო თვითონ ის ფაქტი რომ იმერელი მოდი ერთ საკითხი ამ საკითხს დაუბრუნდეთ რა არგუმენტები არსებობს იმის სასარგებლოდ რომ ბაქოში იმყოფებოდა სერგო ორჯონიკიძე კვლელობის დროს მაჭავარიანი როცა ზინა მაჭავარიანი ამბობს რომ იმერელი ვარ ტყუილია ხო ეს აი ესე ვინ ამბობს რომელი მაჭავარიანი ზინა მაჭავარიანი ნათესავები ვიყავით თუ ტბაზე ამოვიდა და დაეთრეოდა მანე მუზეუმში შევამოწმე მაგრამ დაეთრეოდა ბატონო გურამ კიდევ ვიმეორებ თქვენ ყვებით 50-იანი წლების ჩანაწერებს 50-იანი კიდე ვახტანგმა გამოიყენეს ეხლა ჯერათ რომ ვახტანგი იყო ბლეფობდა არა არ ბლეფობდა უბრალოდ ეხლა დაუსრულებად გამართოთ არ გამართოთ ესე იგი მოდი თქვა არგუმენტი სერგო ორჯონიკიძე სად იმყოფებოდა მკვლელობის დროს თუ არის დოკუმენტურად ეს ან რამე ფაქტები დადასტურდა ამ ზინაზე უნდა გიპასუხოთ რა უთქვია ამ ხალხს სერგომ დამიბარაო 50-იან წლებში იგონებს 900-იანი წლების ამბავს სერგომ დამიბარა თუ იმე კითხა აქ ვინ იყო უთხარი რომ იმერელი იყო კლიჩკა იცი რას ქვია რომ მალავს კაცი არავინ არ უნდა იცოდე თუ ის უთხრა იმერელი ვიყარ და თუ ეს კლიჩკა იყო ამას ეუბნება მაგას არ ჯობდა პირდაპირ სერგო ეთქვა ბიჭო მან თუ უთხრა რომ იმერელი იყო ანუ უთხრა რომ არ გამყიდო
ჩემი სახელი და გვარი არა თქვა. თქვი რომ კახელი კაცი იყო. მოდი ჩვენ რომ დასასრულისკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, ორი საკითხი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი, სერგო ორჯონიკიძე სად იმყოფებოდა თუ არის რამე ფაქტები ნოემბერში დაიჭირეს, მანამდე იყო კვლელობის დროს და მეორე, სრულად გამორიცხავთ თუ არა ილიკო იმერლიშვილის ვერსიას და უნდა დავასრულოთ შემდეგ საუბარი. ხო და ჯერ ეს ერთი ნოემბერში დაიჭირეს ნოემბერში და მანამდე იქ იყო და ბაქოდან მოდიოდა სწრაფი მატარებელი მაშინაც იყო და რა უნდა ჩამოსვლას დასრულებას. მაგრამ მეორე, კაი, ბევრ სხვა რაღაცებს არ, მარტო ერთ რამეს ვიტყვი. აი ახლა მოდიოდი. აი შალვა ბერიშვილის მოგონება. დაბეჭდილი გაზეთ ერთობაში. მენშევიკი. ანუ ძველი სოციალ-დემოკრატია. უკვე წინასწარ იცის უკვე, პასუხი წინასწარ იცის, ხო? მაგარია ეს. კვლელები ლაპარაკობენ, კვლელები. სოფისტიკის ზეიმია, აქ რო უყურებ, სოფისტიკის ზეიმია და არა ჭეშმარიტების ზეიმი. მათქვენეთ. ხო და ის იგონებს, აგერა მოგდა. ეს იყო მენშევიკი, რომელიც სტალინს იცნობდა, გამოიძახა აქ და ჩააყუდა 54-ში 58-ში გამოუშვეს, ხო? და მან მოასწრო თავისი დისშვილის გოლა ხედელიძის მეშვეობით დაებეჭდა თავის მოგონებები. აი რა მოგონება. ესო არისო, როცა ორჯონიკიძე ვითომ რაც გარდაიცვალა ჩაზაღდა, ახლა ჩაზაღდა, აი მაშინო ჩვენ პარიზში ვიკრიბებოდით მენშევიკები და ჩვენო, ქართული მენშევიკები და რუსი მენშევიკები, რა, წაგებული მხარე, ორი წაგებული მხარე. და მითხრა ერთმა რუსმა მითხრა მენშევიკმა, რა ადგილს ისახართო ორჯონიკიძეზეო. მეო ჩვენო ჩავაქვესკნელეთ. ჩვენი რეფორმა ჩავაქვესკნელეთ, ხო? ესე იგი ქართკახეთში მიერ გამიგე გურია ეს გამოთქვა. ხო და კარგი და რას თქვენ იცითო? აი რას თქვენ იცითო სერგო ორჯონიკიძეზე, ესეც დაუმატეთო რა. 1911 წელსო რუსი ყვება, მე ვიყავი ბოლშევიკი და ვესწრებო დავდიოდი ლენის რო ბასტიაკების სკოლა ქონდა, ლონჟიუმოს სკოლა, იქო და ილიჩი ლექციებს ვიკითხავდა. და ვიკითხავდა და ერთხელ ადრე დაამთავრა ლექცია, გავიდა და დავში ჩვენ და ნადია კრუფსკაია. და თითოეულმა დავიწყეთ უკვე ლაპარაკი, ვის რა გავიკეთებია რუსული რევოლუციაში. და ორჯონიკიძე რომ იდგაზე, იმან თქვა, მე პარტიის დავალებით მონაწილეობა მივიღე ქართველი მწერლის, რეაქციონერის, თავადის, სახელმწიფო საბჭოს წევრის კვლევაში. არა, ესეც. კარგით, ბატონო და აი ამ არგუმენტზე რა შეგიძლიათ გითხრათ? ესე იგი, მოკლედ რომ ვთქვა. მენშევიკი იყო და მოკლედ რომ ვთქვა, 30-იანი წლების შემდეგ დაწერილ მოგონებებს ან უნდა ენდო, ან არა. თქვენ ეს 99-შია დაწერილი, 99-ში. მით უფრო კაცო. 99-ში თუა დაწერილი, მით უფრო, ესე იგი, შალვა ბერიშვილი 99-ში წერს, თურმე, პირველად 911 წელს რა უთხრა სერგო ორჯონიკიძემ. მაშინ როცა რა უთხრა, ამას კი არ უთხრა. კაცი არის ემიგრაციაში მთელი ცხოვრება. ხო გამენშევიკდა, ხო ჭირივით ეჯავრებოდათ უკვე ეს ბოლშევიკები და მანამდე ჩუმად ყოფილა. ამას თავი დავანებოთ. მოკლედ, ეს არის წმენი საკითხი. არის ხალხი ახლა რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მაგალითად იგივე სტალინზე, სტალინელი რომაა კაცი. დიახ. ღმერთმა დაიფაროს გულამს ახლა ეს მაინც ესე იგი არ ეხება ცხადია. ესე იგი როგორც არ უნდა ელაპარაკო 1500 ეკლესია და ანგრია თუ ესე იგი დლები ამოწყვიტა თუ შეიძლება მაინც მასზე პირჯვარში წერდეს. კარგი. ესე იგი ამას მე ამით დავამთავრებ. ეს არის უკვე შემდგომი სხვა მენტალობის საკითხია. გასაგებია. მე ლაპარაკობ შემდეგს. იმერელი კი არ აღმომიჩენია და ის რა ქვია, იმერლიშვილი მე კი არ მიპოვია. სავსეა მაშინდელი გაზეთები იმერლიშვილის როგორც ყაჩაღის, ვინაობის და რაობის შესახებ მსჯელობით. მე აღმოვაჩინე ცნობა იმის შესახებ, რომ დუშეთის მაზრაში ბოლშევიკები დამსხდარან და დაუდგენიათ. უნდა მოიკლას ილია ჭავჭავაძე და რეალიზება, აღსრულება ამ დადგენილებისა დაევალოს დუშეთის ტყის ძმების უფროსს. გასაგებია აბსოლუტურად. რომელიც იყო იმერლიშვილი. ბატო გურა, აი ჩვენ უნდა დავამთავროთ. გასაგები უნდა წავიდეთ დასასრულისკენ. რატომ უდგებით ამ საკითხს ასე სკეპტიკურად და რატომ გამორიცხავთ სრულად იმერლიშვილს და მეორე არგუმენტს გეტყვით? კი ბატონმა გურამმა თქვას და შემდეგ დაასრულეთ. ამ დადგენილების საწინააღმდეგო გასაგებია, თქვი ბატონ გურამ და შემდეგ. იმას ვერ ვასწრებ, რატომ მე ბოლომდე რო სერგო გასაგებია, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ. იმერლიშვილზე, ხო? აი სასწაულია ახლა იმერლიშვილი და რატომ გეჩვენებათ არასერიოზულად, როგორც თქვენ ეს ცნობისათვის 8 რაიონად იყო პარტიულ რაიონად დაყოფილი დუშეთის მაზრა და 8 რაიონს ყველგან იყო თავისი ტყიზმები, ანუ რაზმები, ხო? და ყველაზე ვისაც ეხებოდა ეს რომ პარტიული ორგანიზატორი იყო ლავრენტი ასათიანი, რომელიც კავშირშია სტალინთან. და ნოდარ მარიცი მე სტალინის კვალი მარტო იმის კი არ ერთი 5-6 ნაკვალევი ვიცი სტალინის და ნოდარმა მე მგონი ერთიც არ იცის.
მერე გადის ეგ და ლავრენტი ასათიანი და თვითონ მკვლელთა რაზმელების მკვლელი, თავარი მკვლელი იყო ლადო ფეიქრიშვილი. ფეიქრიშვილს ვერ დაავალებდნენ რაღა იმას ილიკო აგერ არის საგურამო იმის მხარეშია იქ დანავარდობდა, ხო? და ილიას ხან ძროხელს უკლავდნენ და ხან რაღაცას და რაღა იქ იმერლიშვილს, თანაც იმერლიშვილი როდაჭრა მცხეთელი იყო და იმ ჯგუფში პატარა მცხეთელისაც დაარქვეს, ხო? ყანდარელს და დიდი მცხეთელი იყო როგორცაც იმერელი. არა, როგორც ჩვენ გამონთი არ გამოგიდეს. გასაგები ბატონო და უნდა დავამთავროთ გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია. მოდი, ერთ რაღაცას ვიტყვი დავამთავროთ. კი ბატონო. აი ახლა დაწერილი მაქვს, ხო, მე კიდე ახალი მასალები მაქვს, რაც მე კიდე უფრო მყარად ჯერა, კიდე ხო, მალე რა არის. ახლა მე ნორმალურად მარტო ჩემზე კი არა დამოკიდებული, მაგრამ მე ამას გავაგებინებ იმ ინსტანციას ესმის. საჭირო ბაქოში სერიოზული მუშაობა საჭირო, ბაქოში წასვლა, მე პეტერბურგში ძალიან სამუშაოა, მოსკოვში და ვოლოგდაში და სოლუჩეგოდში წასვლით. ბევრი საქმეა საკეთებელი ცხადია, ვაგრძელებ შემდეგს. ამ დადგენილების არსებობის პირობებში ფაქტია არ არის ეს იმერლიშვილი, არ არის ეს ფეიქრიშვილი, არ არის არავინ. ვიღაც არის ტყის ძმების უფროსი. ამას გვეუბნება დადგენილება. ამ ტყის ძმების უფროსთა შორის ერთადერთ რომ ახსენა ახლა ფეიქრიშვილი ბატონმა გურამმა, ის ილიას მკვლელია. ერთ-ერთი ტყის ძმების უფროსი, საგურამოს ტყის ძმების უფროსი ილიას მკვლელია და დაჭერილი ილიას მკვლელობაზე. მე გაიქცათ ციხიდან. 4 კაცი იყო და მეხუთე ფეიქრიშვილი იყო. არა, 4 რატო იყო ბატონო გურამ? ილიას მკვლელობაში სასამართლოს მიერ დადგენილი 8 მკვლელია. 4 იყო ვინც თავს დაესხა. ხო, ვინც თავს დაესხა. თორე ახლა იმ ფეიქრიშვილს სხვა როლი ჰქონდა. ფეიქრიშვილის როლი რა იყო მკვლელობაში? ფეიქრიშვილის როლი იყო თედო ლაბაური შეეშინებია, ეთქვა მისთვის რომ ესე იგი ეტლი გაეჩერებია მიწდებულ ადგილზე, ვინაიდან ტყის ფეიქრიშვილმა თქვა ესა. საიდან წყაროსა და წყარო, რომ ფეიქრიშვილი იყო ნამდვილად. უნდა გითხრათ რომ თედო ლაბაური, ვისაც იცნობს ამათგან, ესე იგი არის მე წიგნში ასე მაქვს მიწდებული. არის საკითხები, რომელიც პირდაპირ დოკუმენტი გვაქვს ჩვენ და ვამბობ დოკუმენტურად. არის საკითხი, რაც ლოგიკიდან მოდის და ჩემი აზრით ამბობ კაცი, ხო? ფეიქრიშვილი დაჭერილია ილიას მკვლელობაზე და ამ დაჭერილ კაცს რა როლი ჰქონდა, იქ განსაზღვრული არ არის, უნდა გითხრათ. მაშინ რატოა დაჭერილი ეს კაცი? მონაწილეობს და ჩემის აზრით ერთ-ერთი როლი მისი ეს არის, იმიტომ რომ მეეტლე უნდა გააფრთხილოს ისეთმა კაცმა, რომელსაც სიტყვის შესრულება შეუძლია. რომელთვის ამოგწყვეთ, იმან უნდა დაიჯეროს, რომ მართლა ამოგწყვეთ. გასაგები, გსურთ თუ არა ამის დამატება უნდა დავასრულოთ. უკაცრავად, სხვა ტალღაზე გადამიყვანეთ ახლა. ტყის ძმების უფროსი, რომელიც არის ბოლშევიკი, რაზმი ყავს ბოლშევიკების, რომელსაც ბოლშევიკების სხვადასხვა დავალებები აქვს შესრულებული და რომელსაც მოკლული ყავს სხვა ადამიანებიც ბოლშევიკების დავალებით და ასევე რომელიც ბოლშევიკებმა 20-იანი წლების შემდეგ გამოაცხადეს გმირად და უზარმაზარი წერილი უძღვნეს, ეს არის ეს ილიკო იმერლიშვილი. ეხლა კოლმეურნეობის თავმჯდომარის გამოცნობაა საჭირო. გვეუბნებიან რომ ილია მოკლას ამ კაცმაო, ტყის ძმების უფროსმაო. ტყის ძმების უფროსთა შორის ერთადერთი ბოლშევიკი არის ეს ფეიქრიშვილი, ის იმერლიშვილი. ფეიქრიშვილი არ იყო პარტიის წევრი. ტყუილია ეს თუ არა მითხრა საიდან ჩანს. ის ჩვეულებრივი ყაჩაღი იყო და ამათ დავალებებსაც ასრულებდა კი ბატონო. პარტიის წევრი ის იყო, ის იმერლიშვილი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ და გავაგრძელებთ პრესის მეშვეობით და რა ვიცი, ალბათ ეს დისკუსია კიდე გაგრძელდება, იმიტომ რომ ფაქტია რომ თქვენ ამ საკითხზე ვერ თანხმდებთ. ბატონი გურამ პორანაშვილი და ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ აქცია. ნახვამდის.